რომელი პოლიტიკური პარტიაა თქვენი ფავორიტი? არც ერთი, რადგან პარტიულ სიებში არ ყავთ ჩემი ინტერესის გამტარი ადამიანები. რომელი პოლიტიკური პარტიის ხედვა მოგწონს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ? ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ 100%-იანად ვერ ვიღებ ჩვენ ინფორმაციას და სრულად არ გვაქვს ხელმისაწვდომობა. რომელი პოლიტიკური პარტიის ხედვა მოგწონს ინკლუზიური განათლების შესახებ? ვერ ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით თითქმის ყველა პარტიის ხედვა მსგავსია და არც საჯაროდ განიხილება. რომელი პარტიის სტრატეგია მოგწონს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? არ ვიცი, რადგან გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ვერ ვახერხებ პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე სიარულს. იმისათვის, რომ ყოველი მე-10 ჩვენგანი თითოეული შშმ პირი აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, გჭირდება მისაწვდომი ინფრასტრუქტურა, გზები, შენობები და ტრანსპორტი. პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებასთან შეხვედრების დროს უნდა გაითვალისწინონ თარგმანი ჟესტურ ენაზე, არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ ნებისმიერ დროს. მათთან უნდა ყავდეთ თარჯიმანი, ინფორმაცია უნდა იყოს ადაპტირებული ჟესტურ ენაზე. შშმ პირთა საკითხები უნდა გახდეს ფართო განხილვისა და პოლიტიკური კონკურენციის საგანი. შშმ პირები უნდა განვიხილებოდეთ როგორც ამომრჩევლებად, ისე კანდიდატებად. ერთად დავიცვათ მრავალფეროვნება, ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები.